ნინო ალფენიძე სახელმწიფოს 10 მილიონი ლარის ქონების უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს. ალფენიძის წარმომადგენელი ბათუმში თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ალფენიძე ავიაკომპანია აჭარის მფლობელი იყო, რომლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა 11 ვერტმფრენი და 2 სამგზავრო თვითმფრინავი სახელმწიფომ ჩამოართვა და სხვა კომპანიას გადასცა. თავად კომპანიის დირექტორი ნინო ალფენიძე კი დააკავეს და 2005 წლამდე დაკავებული იყო. ბაკურიძის განცხადებით ალფენიძემ პროკურატურას ორჯერ მიმართა, ჯერ 2009 წელს წინა ხელისუფლების დროს, მოგვიანებით კი 2012 წელს, თუმცა ორივე შემთხვევაში პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმე არ აღეძრა. სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესში სისხლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. თავად ნინო ალფენიძეს ბათუმში არ იმყოფება, მასთან დაკავშირება კი მეოთხე აღქმა ვერ შეძლო. 10 მილიონზე მეტი ღირებულების, ეს არის Jak 42 ტიპის 2 ავიახომალდი და 11 ვერტმფრენის ტიპის საფრენი აპარატი და მე მიმართავ გენერალურ პროკურატურას, რომ ეს არის აშკარა დანაშაული, კანონდარღვევა, მით უმეტეს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და იქნებ ნუ შემოვუდებთ ამ დაგვარ საქმეებს თაროზე და დავიწყოთ სამართლიანობის დაპირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი. სამწუხაროდ სააკაშვილის დროინდელი პროკურატურის დადგენილება და ახალი ხელისუფლების პროკურატურის დადგენილება იდენტურია, ერთი და იგივეა და ეს ადამიანი ვერ პოულობს სამართალს.